გამარჯობა მეგობრებო, დღეიდან ჩვენ ვიწყებთ სუპერ მოგზაურობას მთლიანი შვედეთის მასშტაბით და ეს იქნება მანქანით მოგზაურობი ჩემს ძმებთან ერთად, რაც ნიშნავს ძალიან ბევრ ხმაურს ერთ მანქანაში. და მოდით დავიწყოთ სულ თავიდან თბილისის აეროპორტიდან. ფრენა გქონდა 14 მაისს და გადაჯდომა გვიწევდა თურქეთში. ეხლა ჩვენ გვყავართ თურქეთის აეროპორტში. გზაში წარმატებულად მეძინა მთელი გზა მიუხედავად იმისა, რომ ფანჯრის მხარე მქონდა, რაც ეხლა ანდრე და გოგა ცოტა არ იყოს დამცინიან. გვაქვს 4 საათიანი გადაჯდომა, ამიტომ ამ 4 საათს გავატარებთ მაკდონალდში. ვიყიდეთ ინტერნეტი ლიბანის გამოცდილებიდან გამომდინარე, აღარ ვართ დამოკიდებული მარტო ამ 30 წუთიან ინტერნეტზე და წესით დრო მალე გავა. ყოველ შემთხვევაში თბილისში მალე გავიდა დრო. ასე რომ უკვე შევხვდებით შვედეთში წესით. ჩამოვფრენდით და ამას ახალგაზრდა ფრენ ჯაჯურობით ავქონდა. ძალიან გაიწევა ის რაც ნახევარი და 1.5 საათი და გაყურებში დამიგურდა საშუალოდ საერთოდ ფერი არ მასმის. ძალიან დავიღალეთ, ძალიან. ეს არის ჩვენი ბინა. სხვათა შორის საკმაოდ ლამაზია. ეს კუთხე მომწონა ძალიან. ჩვეულებრივი საკმაოდ საყვარელი. მოვედით უკვე სასტუმროში, აეროპორტში დაგვხვდა ჩვენი მეზობელი გიორგი, რომელიც ბავშვობის მერე არ მინახავს და მოგვიყვანა აქამდე დაგვაბინავა. საკმაოდ მყუდრო ნომერი გვაქვს და მეთანხმებით ალბათ თან ჩემი ოთახი მექნება და უფრო მეტი დრო იმისთვის, რომ ვისაუბრო. და ხედით ძალიან ლამაზი მანქანასაც განახებთ. პირველი, რასაც მივაქცია ყურადღება არის ის, რომ ძალიან ცოტა ხალხი დადის ქუჩებში, ძალიან ცოტა ხალხი გადაადგილდებიან ძირითადად ველოსიპედებით და ხო აი ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ ხალხი საერთოდ არ დადის ქუჩებში. ძალიან სისუფთავეა. ჩვენ სასტუმროს ჩვენ ნომერი ძალიან სუფთაა. კიდევ კარგი. სხვა ისეთი დღეს არაფერს არ ვაპირებთ, აქ გავჩერდებით, იმიტომ რომ უდიდესი ფრენა გქონდა, უგრძესი რაც კიდევ მე მქონია, იმიტომ რომ თან თურქეთიდან ჯერ ვერ გამოფრინდით, დიდი, ასე ვთქვათ, რიგი იყო თვითმფრინავების, რომლებიც ფრინდებოდნენ და კაი ხანი შევყონდით და ჯამში სადღაც 4 საათი გამოგვივიდა მგონი ფრენა. დავიღალეთ ქვშია, ამიტომ დღეს ვისვენებთ და ერთადერთი გავალთ ალბათ მაღაზიაში, რომ გამოსაჭმელი ვიყიდოთ. ამიტომ დღეს სულ ეს იქნება. ახლა გამოსულები ვართ სასტუმროსთან. უბანში ანდრე იღებს დრონით კადრებს და ჯერ მარტო სახლის მიმდებარე ტერიტორიას ისეთი ლამაზი არის. მინდა ყველაფერს ფოტო გადავა. მათ შორის როცა ვიდეოს ვიღებ ხოლმე, მე ერთ-ერთ ფოტოს აღარ ვიღებ და ჩემ მოგზაურობებიდან ძალიან ცოტა ფოტო მიდევს ინსტაგრამსაც. რაც ჩემთვის ზოგადად დამახასიათებელი არ არის. წვიმას აპირებს და საკმაოდ ცივა. ნახე მოკლე მკლავი ანიმაცია იდეაში და ალბათ მაგიტომ კარგია რომ თბილი ტანსაცმელი ბევრი წამოვიღე ან შეიძლება კარგია რომ თბილი ტანსაცმელი ბევრი წამოვიღე ან შეიძლება რომ თბილი არის და რეალურად თბილი არ აღმოჩნდეს იმიტომ რომ ეხლა ნუ აქ საღამოსთვის იდეაში ნორმალური ტემპერატურაა და ზემოთ უკვე არ მგონია რომ ეს კარგი ამინდი იყოს. ორიენტაციისთვის 30 კრონა არის დაახლოებით 9 ლარი. აი მაგალითად პატარა შოპსი ღირს 18 კრონა. მაგალითად კოკაკოლა გახსოვთ სახელები რო ეწერა ხოლმე ჩვენთან მასშტაბია და ღირს ნამდვილად არ არის მითი ამათი სიცვირა, იმიტომ რომ ახლა 120 ლარი გადავიხადეთ იმ პროდუქტებში, რომელშიც იდეაში საქართველოში გადავიხდით, ალბათ რამდენს გადავიხდით საქართველოში შეგიო პროდუქტებში. კი, ორჯერ ნაკლებს და სახში რომ მივიღოთ, განახებთ რა ვიყიდეთ. სტოკჰოლმში ჩვენი ბინა მდებარეობდა Eriks Planზე, რომელიც ითვლება ცენტრალურ უბნად. ჩასვლისთანავე წვიმა დაგხვდა, მაგრამ იდეაში ამას არ შეუშინებივართ, იმიტომ რომ სად ვიყავით მკაცრი კლიმატური პირობებისთვის.
და ახლა დაპირებული unboxing-ი. 1 სუპი 2 3 პური ენერგეტიკული ნაყინი სამწო ეს არის ახლა ვფიქრობ მართლა მგონი საქართველოშიც ხო არა ამდენი არ გამოვიდოდა მაგრამ ალბათ 80 ლარი გამოვიდოდა კი მაინც ანძურია და აი გათენდა 15 მაისი, როდესაც ვიწყებ სტოკჰოლმის დათვალიერებას. თის ამხატ რო ერთმანეთს არ ხდება, იმიტომ რომ ციუ. და დღეს უნდა გავრისკო და ვიდე ამით იმიტომ რომ მე როგორ წავალთ ზემოთ იმისთვის თქვენი კურტკები მაქვს. მაგრამ ჩაჭერებით უნდა ავსინჯო ასეკას. გონი იმდანაც თბილად ჩავიცი რომ სიცივით არ მცივა, მაგრამ ხო ჩემი თვითონ მიხვდებით რომ ქარი ნამდვილად ძალიან უბერავს. ახლა არის 11-ის ნახევარი და აქ სამსახურს იწყებენ 7 საათზე და ამთავრებენ 3-4 საათზე. იმიტომ რომ დანარჩენი დრო ოჯახს უნდა დაუთმონ და საკუთარ თავს, ყველაფერი მორგებული აქ ადამიანს და მხოლოდ ადამიანზე. ხო, იმის თქმა მინდოდა რომ მიუხედავად იმისა, რომ 11-ის ნახევარია და იდეაში ძალიან ბევრი ხალხი უნდა იყოს ქუჩაში, თან ცენტრალურ უბანში ვცხოვრობთ. ხალხი ფაქტობრივად საერთოდ არ არის. არც ტურისტები და არც მაცხოვრებლები. მაგრამ ახლა უშუალოდ სადაც ტურისტულ ადგილებში მივალთ, მე უფრო კარგად დავინახავთ, ბევრი ხალხია თუ არა. მაგრამ ახლა ხალხი ფაქტობრივად არ მოძრაობს გარეთ. განახებთ. ტროტუარები ფაქტობრივად ცარიელი. უკან იქნება ანრი. ახლა ჩვენ ვართ მთავარ მეტროსთან და რადგან უნდა იყოს ძალიან ბევრი ხალხი, ახლა უფრო გასაკვირია ის, რომ ქუჩაში მოძრაობს ძალიან ცოტა ადამიანი. ჯერჯერობით ის არის მაქსიმუმი, რაც კი შევხვედრია და აქედან გამომდინარე მინიმუმი ხო წარმოგიდგენიათ რა იქნება. ისევ იმაზრზევა, რომ ძალიან ლამაზი არის ყველაფერი და ძალიან სუფთა. ყველაფერი ლამაზია ჩემ გარდა. იმიტომ რომ ყველაფერი ზედმაცვია და ყველაფერი ზედმკეთია. ახლა კიდე სათვალებისაც დავამატებ. საერთოდ. ახლა ვართ მდინარესთან. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ 1814 წლიდან შვედეთი არანაირ ომში არ ყოფილა ჩაბმული. და ეს არის მსოფლიო მასშტაბით მშვიდობის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი, თან იმის გათვალისწინებით, რომ 1600-იან წლებში იგი მთელ ევროპას აკონტროლებდა. ლუფტქვი მთელ ევროპას? ჩვენ ვიმყოფებით შვედეთის სამეფო სასახლეში და კი მათ კიდევ ყავთ მეფე. მაგრამ რა თქმა უნდა ფორმალურად იგი უბრალოდ წვეულებებზე დადის, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე. სხვათა შორის შემოსვლა ღირდა ძალიან ძვირი სტუდენტური 60 ლარი. გოგო, რა გრძნობაა სტუდენტური 60 ლარის გადახდა? ჯერ არაფერი მინახავს, მაგრამ შევხედოთ. ეს არის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სასახლე, 600-ზე მეტი ოთახი არის ჯამში, მაგრამ რა თქმა უნდა ყველას ნახოს უფლება არ გვექნება. ირგვლივ ყველაფერი იყო ულამაზესი. დიდი სიამოვნებით გავატარებდი უფრო დიდ დროს და ვნახავდი უფრო მეტ ოთახს, თუმცა სამწუხაროდ დრო არ გვქონდა, ამიტომაც მოგვიწია მალე გაქცევა.
კეთილი იყო ჩვენი მობრძანება სტოკჰოლმის ცენტრში, გალმასტანზე. ეს არის მე-13 საუკუნის არქიტექტურა და ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ადგილია. ეს ფერადი სახლები ითვლება სტოკჰოლმის სავიზიტო ბარათად. და ჩემს უკან კი არის ადგილი, სადაც მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული ადამიანებისთვის ყოველწლიურად გაიცემა ნობელის პრემია. ახლო საერთოდ არცად არ არის მაღაზია, რომ ელემენტარული წყალი ვეყიდოთ. მართლა არცად არ არის, ყველგან არის არტ მაღაზიები და საერთოდ ამ კუნძულზე არაფერი არ არის გავს. როცა მიმოვიხილავდით ზოგადად შვედეთს, ყველა იმას ამბობდა, რომ კაცები აქ არიან ძალიან კარგი მამები. ბავშვის მოვლა გაყოფილი არის 50%-ზე. ძალიან ბევრი მამა გვხვდება ეტლით, რომელიც ასეირნებს ბავშვს და თან ვარჯიშობს ან მუშაობს. ეს ასე უნდა იყოს და იდეაში არავის არ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ სამწუხაროდ გვიკვირს და მაინც აღვნიშნოთ, რომ მართლა საქართველოში ამდენი კი არა, ამის ნახევარი არ შემხვედრია, რომ იყოს ბავშვის ცხოვრებაში ასე აქტიურად ჩართული და რადგან ისეთ ყველამ აღნიშნა ეს ფაქტი, აშკარად მხოლოდ მე არ მომეჩვენა და რეალურად ასეა. ჩემი მიკროფონი დაჯდა და არ ვიცი ახლა რამდენად კარგად გესმით ხმა, მაგრამ ახლა ვართ შვედეთის პარლამენტთან. სადაც ჩვეულებრივად ქუჩა გადის, თაღი შემოდის, თაღიდან შემოდიხარ აქ. პარლამენტარები მოდიან ველოსიპედებით და ნებისმიერ შეუძლია შიგნით შესვლა, ანუ არანაირი ღობე ან წინაღობა არ არსებობს. ერთადერთი დაცვა დგას ახლა ჩემგან მარჯვნივ და სულ ეს არის. ერთი შეზღუდვა რაც იყო ის, რომ დრონი არ აგვაფრენეს პარლამენტის მხარეს. დარჩენ ჩვეულებრივად ახლა განახებთ. მოვიდით პარკში და ძალიან დაღლილი. საინოთ პარკში დავლიეთ ჩაი და ტკბილეულით გავსებჭეთ, რომელიც არ მომეწონა, მაგრამ მახსოვრობა აღარ მქონდა კამერას და სანამ გადავიტანე, ამას ვაშ მოვიდით პარკში. ბევრი ხალხია პარკში, მიუხედავად იმისა, რომ უკვე საღამოა, უბრალოდ აქ მზე არ ჩადის და მაინც ნათელია. ხალხის უმეტესობა დროს ატარებს მაინც პარკში. არ ვიცი თქვი თუ არა, მაგრამ აქ მუშაობას ამთავრებენ 4 საათზე. თუ შესვენების 1 საათს არ იყენებ, მაშინ ამთავრებს საერთოდ 3 საათზე და დანარჩენ დროს უთმობენ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, საკუთარ თავს. აქტიურად ვარჯიშობენ, ყველა პარკში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც უბრალოდ სწრაფი სიარულით დადის ან საერთოდ დარბის. საღამოს დილით არ აქვს აზრი, ყოველთვის შეხვდებით ძალიან ბევრი ადამიანი, სპორტულად ჩაცმულები, რომლებიც ვარჯიშობენ. და კიდევ რაც ძალიან მომწონს არის ის, რომ pet friendly ქვეყანაა ძალიან. ყველას ყავს ძაღლი თითქმის ქუჩაში, სადაც არ უნდა გაიარო. იმდენი ძაღლი შეგვხვდება, რა ვიცი, და არც ერთი მიუსაფარი, რა თქმა უნდა, როგორც ჩანს ძალიან ზრუნავენ ამ საკითხზე. და მაღაზიებშიც ნებისმიერ დაწესებულებაში შეგიძლიათ ძაღლთან ერთად შესვლა, ისე როგორც ტრანსპორტში. აი ხლაც ერთ პერიმეტრზე აქაც საერთოდ ძაღლების პარკია და ძალიან ბევრი ძაღლი არის. აქ როგორც ხედავთ, მეც უცადე ბუნებით თკბობა, მაგრამ მალევე ალერგია დამეწყო და წავედით სახლში. ახლა კი დავიწყოთ მეორე დღე. დღეს უკვე არის 16 მაისი, 10 საათი ხდება. ჩვენ ვისაუბრეთ, გავადავლეთ და ახლა გავაგრძელებთ ახალ დღეს. დღეს გვაქვს ბოლოსრული დღე სტოკჰოლმში, რაც იმას ნიშნავს, რომ სანახავი გვაქვს ბევრი რამ. პლუს საღამოს დაპატიჟებული ვართ ჩვენს მეგობართან, რომელმაც მოგვიყვანა აეროპორტიდან აქ
და ინტერვიუები გვაქვს ჩასაწერი, მე რა ამდენს აქ ინტერვიუები ჩასაწერი ადგილობრივ ქართველებთან. ამიტომ უნდა მოვასწროთ სადღაც 6 საათში ყველაფრის გაკეთება, რომ საღამოს წავიდეთ სტუმრად. წესით ძალიან საინტერესო დღე უნდა იყოს. თან მზე არის, კარგი ამბია და გუშინდელისგან განსხვავებით წესით დღეს ქარი არ უნდა იყოს, ამიტომ შედარებით ხლად ვიცვამ. 1, 2, შიგნიდან 3 შარვალი სქელი წინდები, მაგრამ დღეს უკვე ჩექმებს არ ვიცვამ და კურტკა ზემოდან. შარფსაც მომდე მაინც წავიღებ. გუშინდელი დღე კმაყოფილი ვარ. ფოტოებიც კი დავდე. ამიტომ ნახოთ დღეს როგორი დღე გამოვა. სხვა შორის წეღანს საუბრობდით. იმდენად ძვირი არ გვეხარჯება, რამდენადაც გვეგონა დაგვეხარჯებოდა. რაც ძალიან კარგია. ჩვენი გადამრჩენელი არის სწრაფი ობიექტები და გულისხმობ მაკდონალდს, იმიტომ რომ სტაბილურად ნორმალური ფასი აქვს. საქართველოს ჩემი აზრით ძვირია, ამიტომ საქართველოს მერე უკვე თითქმის აღარსად აღარ გიკვირს. გამოვიყურები 100, მაგრამ ჩემ კამერას არსობს რომ განახოთ. ეხლა აღმოვაჩინეთ, რომ გუშინ ანდრი და გოგა იყვნენ მეგობართან ერთად ქართულ რესტორანში გასულები, თან დალიეს. და იმდენი დალიეს, რომ ანდრის სახლში მოვიდა მოკლემკლავიანით, იმიტომ რომ ზედა დარჩა იქ და ვერ მიხვდა ამას. და ახლა ვარკვევთ, იქ დარჩა თუ არა, იმიტომ რომ გადაღებისთვის აუცილებლად იგივე უნდა ეწვას. ხო, მოკლედ მარტო გასაშვებები არსად არ არიან და აწყვაგან ერთად ვივლით. ანდრე, რას ვაკეთებ გუშინდელ დღეზე? წუხელ სახში რომ დავბრუნდით გვიან, მე და გოგა გავედით ისევ დასალევად. არა, მე უბრალოდ მაინტერესებს მოკლემკლავიანით რომ დადიოდე შუა სტოკჰოლმში -, გრადუსში, რანაირად ვერ მივხვდი. აზზე არ ვარ, მაგრამ ისეთი კარგი იყო, რომ მარტო გოგას ხმები მახსოვს, რომ ამბობდა ძალიან კარგად ვარო. სიმართლე. და დღეს როგორ ხარ? ცუდად. აქვე მინდა გითხრათ, რომ ყველა შესასვლელი იხსნება აპლიკაციის საშუალებით, სადაც მოგდის კოდი, გოგა კოდი ერთჯერადია თუ არა? ყველა შესასვლელს. კაი. სადაც მოგდის კოდი. და ჩაკეტვაც საერთოდ სხვანაირი იყო ურთულესი. ასევე აქვთ ნაგვის დახარისხების უმაღლესი კულტურა და ნაგვის გადამუშავებით მოიხმარენ შემდგომ ძალიან ბევრ რაღაცას და მეცაც გეტყვით, ნაგავს ყიდულობენ მეზობელი ქვეყნისგან. საკმაოდ ცხელა, ამიტომ ეგრევე როგორც გამოვედით, შევჩერდით, რომ კურტკები გავიხადოთ. ანდრის თრევა არ მოუწევს ალბათ თავისი ზეთის. იმიტომ რომ უბრალოდ არ აქვს. შევიძინეთ მეტროს ბილეთი, შედიხარ აპლიკაციაში, პირდაპირ შეგიდან იხდი და QR კოდით გადიხარ. 24 საათიანი ღირდა 180, რამდენი გამოდის ლარში? ხო. დავწერ რამდენიც გამოდის ერთდღიანი გასვლა. ახლა ვიყიდეთ სიგარები და ვინც არიცით ანდრი სიგარეტს ზოგადად არ ეწევა, მაგრამ სიგარები უყვარს და საკმაოდ ხარისხიანი სიგარები ვიპოვეთ და ვიყიდეთ სასაჩუქრეთაც. დღეს დავაგემოვნებთ. კაი, დღეს არ მგონია, მაგრამ დავაგემოვნებთ. ახლა წავალთ ბიბლიოთეკაში და მერე უკვე ნახავთ რამე სადაც წავიხემსებთ. რასაც უყურებ ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აქ არავის არ ეჩქარება საერთოდ. ახლა რომელი საათია და ახლობით პირველი საათი იქნება და პარკები სავსეა ადამიანებით და ნებისმიერი ასაკის ადამიანით. ძალიან შენელებულ ტემპში ცხოვრობენ და მართლა ტკბებიან ცხოვრებით. ძალიან მაგარია, იმართლა ძალიან მაგარია, იმიტომ რომ მე თვითონაც მით უმეტეს ბოლო პერიოდში, რაც ძალიან ბევრი საქმე გამიჩნდა, არ მახსენდება, რომ სამსახურის მერე მომინდეს გავიძე პარკში დავუშვიდე დასასვენებლად. იშვიათ შემთხვევებში თუ მეგობრებთან ერთად გავხვალ და ჩემს საერთოდ არ მახსენდება, რომ უბრალოდ ჩემი წავიდე თუნდა წყალა დავლიო ან რა ვიცი პიკნიკო. ძალიან მაგარია, მართლა ძალიან მაგარია.
თბილისში კიდე აი საათები არ მყოფნია ხოლმე საქმისთვის. ერთი ის არის, რომ დილით ადრე იწყებენ მუშაობას და ადრე სამთავრობენ, მაგრამ მაინც ხო ოფიცაძე როგორ სამსახურში უნდა იყო, მე მასეთ რეჟიმში რო ვცხოვრობდი, ალბათ 8-9-ზე უკვე დამეცინებოდა ხოლმე და აქ 8-9-ზე ბარების სავსე არის. საინტერესოა ძალიან. ახლა ანდრე წერს ვიდეოს. მე შევალთ თუ მივახცევთ მოდეს მე ბიბლიოთეკამდე შევალთ ბიბლიოთეკაში და მე ძალიან მაგარ მუზეუმში მივდივართ. ბიბლიოთეკა დაკეტილია 2 წლით. ახლა წავალთ სახლში ცოტა ხნით და გამოვალთ მერე უკვე მუზეუმებისთვის. თუ არ იცოდით, შვედეთი მხოლოდ IKEA-ს, Volvo-ს და Spotify-ს ქვეყანა არ არის. ის არის აბას მშობლიური ქვეყანაც და დღეს ჩვენ ვიწვევით აბას მუზეუმს. ახლა ვიყიდე Elfis Primary და Ordinary შრატი. ხოლო ჩემს ბედნიერი ხო არავინ არ არის, უბრალოდ 2 წამით შევედით მაღაზიაში და ძაღლივით ესე პირი რასაც ვტაცე, მარტო ეგ ვიყიდე. მართლა 64 იყო და ყველანაირ მარკეტინგულ ხრიგზე ვეგები მე. ხო და ყულად ვისწავლე PR-ზე ალბათ, მაგრამ რა ვქნა არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდე მოხვდებით იმ მაღაზიაში და თან გაჩვენებდი, იმიტომ რომ მაგის დრო არ მქონდა. აი, რაც კი TikTok-ზე მხდება ხოლმე, აბსოლუტურად ყველაფერი იყო ვაირალ პროდუქტები და საქართველოში თან არაფერი არ არის და სადაც არის კიდე ძალიან ძვირია და აქ კიდე მართლა წარმოიდგინეთ, ჯერ ამ ხელა ფასნამანტი ექნება, რომ მაინც შვედეთია და ყველაფერი ძვირია და მაინც რო უფრო ბიუჯეტურია ვიდრე საქართველოში. ხო. ახლა ჩვენ ვნახავთ მუზეუმს, რომელიც აშენებული არის ერთი გემის გამო, ყვასას გამო, რომელიც ზღვაში გასვლიდან 20 წუთში ჩაიძირა და წყლის ფსკერზე 333 წელი გაატარა. წარმოიდგინეთ, შვედებს შეუძლიათ ფეილისგანაც კი მუზეუმი გააკეთონ. როგორც ხედავთ, საკმაოდ ამათი მასშტაბებით ხალხმრავალი ადგილია. რა თქმა უნდა, უმრავლესობა იქნება ტურისტი. და ეს არის სწორედ ის დიდებული გემი. მართლა ულამაზესი არის და თან რადგან ზღვაში გაატარა უდიდესი დრო, უდიდესი დრო 333 წელი, ძალიან კარგად არის ყველა დეტალი შემონახული. სხვა შორის მომეწონა, კი, სიტყვები არ მყოფნის აღსაწერად, მართლა დიდებულია და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ნამდვილი გემი. და ამას აშენებდნენ მაგ პერიოდში. რამდენი დრო დასჭირდებოდა ამის აშენებას და წარმოიდგინე 20 წუთში რომ იძირება. თან ახლა 20 წუთი, პრინციპში იმ ხელა დროა რომ უკვე ნაპირიდან აღარ გამოჩნდებოდა, მაგრამ მაინც. თან ახლა იმას ვფიქრობ, ნეტა ხალხმა მოასწრო თუ არა გადარჩენა. ძალიან დიდებული, მართლა დიდებული. აი რო შეადაროთ, ეს არის ადამიანი. და ეს არის მისი სიმაღლე. გაითვალისწინეთ პერიოდი, როცა აშენდა. ასე იყო, ახე დაზიანებული და შემდეგ რესტავრაცია ჩაუტარდა მაგალითად რომ შეხედოთ. დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა წყალში. და აი ამებით აღმოაჩინეს ზუსტად ეს გემი. გვერდით მხრიდან იყო ასეთი და უბრალოდ შეხედეთ დეტალებს. და ასეთი რამდენი დეტალი იქნებოდა მაგაზეც ვფიქრეთ. რადგან შვედეთში ვიმყოფებით, უნდა ვისარგებლოთ ყველა შანსით და უბრალოდ შევუერთდეთ სხვა ჯგუფს, რომელსაც გიდი უტარებს ტურს და მოусმინოთ. ვითამც არაფერი, ვითამ ჩვენი საქმისთვის ხედავთ აქ. და გავიგოთ ინფორმაცია. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ სტოკჰოლმი გაშენებულია 14 კუნძულზე და მათ აკავშირებს 57 ხიდი. ასევე აქ არის ძალიან ბევრი ტბა და მათი უმრავლესობა სასმელია. დასალევად ვარგისია. ისევე როგორც ონკანის წყალი. 79% აქ უკავია ტყეს და მხოლოდ 3% ქალაქებს, ამიტომ ყველგან ძალიან სიმწვანეა და სილამაზე.
და სუფთა ჰაერიც. მუზეუმში გადაღება არ შეიძლებოდა. შესვლა ღირდა 100 ლარი და მაგნიტი ღირდა 30 ლარი. მაგრამ აუცილებლად უნდა ამეღო ჩემი მეგობრისთვის, იმიტომ რომ Dancing Queen-ზე მღეროდით graduation-ის დროს უნივერსიტეტის და ეგ სიმღერა ზოგადად მახსენებს ხოლმე მარიამს. საერთოდ კარგი იყო. ახლა არის საღამოს 7 საათი და მინდა გაჩვენოთ ქუჩები როგორიც არეალი. კაცი შვილი არ დეს. ახლა მთელ ქუჩაზე 1 იქით წავიდა 2, 3, 4, 5-6 ადამიანია მთელ ამ ხელა ქუჩაზე წარმოიდგინეთ. თან ცენტრალურ უბანში ვართ ხალხო. მოვედით გიორგისთან სახლში, სადაც უდიდესი სუფრა ჰქონდა გაშლილი და თავისი ქართველი მეგობრები ყავდა დაპატეჟებული. იმდენად კარგი გარემო იყო და არ მინდოდა ვინმეს თავი უხერხულად ეკეცნო, რომ მეტი არაფერი არ გადამეღია. წამოვედით, გამოგვეძახეს ტაქსი და მოგვიყვანეს მეტრომდე და ახლა უნდა გადავიღოთ მეტროს გაჩერებები, რომლებიც აქ არის ჩვეულებრივი მუზეუმი. ისეთი კარგი იყო, რომ მივხვდი, რომ აი ქართული სტუმართმოყვარეობა, სადაც არ უნდა იყო, ყველგან განსაკუთრებული არის. ახლა ვცდილობ გავატარო მეტროს. იქი აი მართლა სიტყვები არ მყოფის, იმდენად კარგი იყო და რა ვიცი, განსხვავებულია რა. საქართველო და ქართული სტუმართმოყვარეობა ასიანად. აი რაც არ უნდა რაღაც სტერეოტიპულად ჟღერდეს, ასეა. ძალიან გვეწინა. და ხვალ იწყება უკვე ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. ასე გამოიყურებია ამჟამად ყოფაში. სამი საათი ხდებოდა მეტროის ჩვენ გარდა არავინ არ არის. რომელი საათია? 3. ხვალ დილით არა და 10 საათზე უკვე ჩეკაუთი გვაქვს. და ჩასაბარგებლები ვართ და რატომ მოკვდნენ ესე იცილით, არ ვიცი, უბრალოდ ერთმანეთს უყურებენ და იცინიან. უკონკურენტოდ ჩემი საყვარელი გაჩერება არის ეს. ჯერ მარტო იმიტომ რომ რაღაცნაირად ალისას აუცრებათ აქ ქვეყანაში ეს მაგონებს და რაღაცა იგეგმება დეტალები იქიდან აქვს აღებული და გეცოდინებათ რომ ჩემი საყვარელი თემატიკაა ზოგადად. პლუს რაღაც საბერძნეთის დეტალებიც არის და საერთო ჯამში ძალიან შეკრულ და ლამაზ შთაბეჭდილებას ტოვებს. ახლა მოვედით მეტროდან, შეგვეშალა გზა. საერთოდ სხვა მხარეს წავედით, არა და უკვე მიყინული ვარ, რომ ივალ უნდა ვიბანაო. ჩავლაგდე. ხვალადზე უკვე ჩეკაუთი გვაქვს და ჯერ კიდე სახლამდე ბევრი გვიკლია, მაგრამ ახლა იმის ჩვენება მინდოდა, რომ ეხა არის 3-4 წუთები ალბათ და უკვე თენდება. ეხა უნდა განახოთ ცა. მზე ჩავიდა დაახლოებით ალბათ 1-3 საათის წინ ალბათ და უკვე თენდება. მოვედით სახლამდე, მაგრამ ვერ შევდივარ, შეგინით გვიწევს რომ ვადა გაუვიდა ჩვენს კოდს. და დავრჩით, ასე ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახლა ვინმე გვიპასუხებს, მაგრამ ღამის 3 საათია და არ მგონია ვინმე პასუხი გაგვცეს იდეაში. აქ ერთადერთი იმაში გაგვიმართლა, რომ ჩვენი მეზობელი, რომელიც მეგობრებთან ერთად სვამდა, გარეთ იყო და შემოსასვლელი კარი გაგვეხსნა. ამიტომ მთელი ღამე გავათენეთ შემოსასვლელში და ეხლაც დღევანდელი გადმოსახედითაც ამაზე ცუდი და კოშმარული ღამე ცხოვრებაში არ გქონია. წარმოიდგინეთ, რომ 1 გრადუსში დარჩენილი ხართ გარეთ და უნდა გაათენოთ ცივი იატაკზე. აქ ან რეალაპარაკება სწორედ იმ მეზობელს, რომელმაც მინიმუმ 5 ჯერ კითხა ერთი და იგივე კითხვა. ვინ არის შვედეთში ცნობილი ქართველი? საბოლოოდ გუშინ ყველაფერი დამიჯდა და ამიტომ ვეღარ გითხარით. და წარმოიდგინეთ 7 საათამდე ვიყავით იმ გაყინულ შემოსასვლელში.
არ ვიცი, მართლა კოშმარი იყო. თან ყოველ წუთს ვამოწმებდით, პასუხს ველოდებოდით და ბინის პატრონს რა თქმა უნდა ეძინა. პოლიციაშიც დავრეკეთ აბსოლუტურად ყველგან, მაგრამ ვერავინ ვერაფერში ვერ გვიშველა. ერთი ის გითხრას, რომ სხვა ბინა ნახეთო, მაგრამ მაგ დროს რას ვნახავდით? აი არ ვიცი, მართლა სრული კოშმარი იყო, ის სრული კოშმარი გავეყინეთ. დაგვიშდა ყველაფერი. არ იცი რა ელოდები. არ ვიცი, მოკლედ, საბოლოოდ ბინის მეპატრონემ გითხრა, რომ რაღაც შეცდომა მოუვიდათ და დღეს ღამის 2 საათზე უნდა გაგვსვლა და ვადა და შემთხვევით აერიათ იმათ და როგორც ჩანს სხვა თარიღი მიუთითეს. 10-ზე ჩეკაუთი გქონდა და ვუთხარით, რომ 10-ზე ვერ გავალთ, იმიტომ რომ 7-ზე შემოვიდეთ ბინაში და უნდა გამოვიძინოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი. დაგვთანხმდა მაღაზია და პლუს გითხრა, რომ ჩვენ ვთხარით, რომ ამ დღის ფული უკან უნდა ჩაერეცხა, იმიტომ რომ ქუჩაში გვეძინა. ძალიან ცუდი გამოცდილება იყო, მაგრამ იმედია, რომ ამაზე ცუდი უკვე აღარაფერი აღარ მოხდება და ეს იყო, რაც უნდა მომხდარიყო იმის მაქსიმუმი. ახლა ვისაუბრებთ. მოგვაკითხავს გიორგი და წავალთ უკვე შევეცდებით მანქანის ქირაობას, იმიტომ რომ უფრო მარტივი პროცესი გვეგონა და ცოტა რთულია. ქართულ მართვის მოწმობას იდეაში საერთაშორისოა და ყველა უნდა იღებდეს, მაგრამ საიტზე როცა ვუთითებთ, რომ საქართველოს მართვის მოწმობა გვაქვს, ფასი იზრდება მნიშვნელოვნად, ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ უშუალოდ აეროპორტში მივიდეთ და იქიდან უკვე ვცადოთ ადგილიდან რაიმე მანქანის დაჯავშნა. ჩვენ გეგმა ასეთია, ვიღებთ მანქანას და მივდივართ უკვე ჩვენი შემდეგი დანიშნულების ადგილისკენ. გვეძინა ძალიან ცოტა ხანი, ახლა არის ალბათ პირველი წუთები. 11-ზე გავიღვიძეთ, ვიბანავეთ, ჩავბარგდით. არ ვიცი, მართლა სრული კოშმარი იყო გუშინდელი ღამე. იმედია სიცხე არ გვექნება. ვცდილობთ, რომ ვიქირაოთ მანქანა და რაც გათვლილი გქონდა, გამოდის იმაზე 2-ჯერ მეტი ფასი. აი, ძალიან ძვირი გამოდის ფასი. პლუს ახლა არის 4 საათი, ჩვენ ჯერ არ გავსულვართ აქედან, არადა უნდა გავსულიყავით სადღაც. მაქსიმუმ ალბათ პირველზე, მაგრამ გუშინდელის მერე ყველაფერი საერთოდ თავდაყირა წავიდა. ანუ ალბათ არც საუკეთესო მანქანა არ ვიქირავთ, რომელიც გვინდოდა. არ ვიცი მართლა არ ვიცი რა იქნება. მაგრამ მთავარია რომ რაღაც მაინც ვიშოვეთ. და ჩვენი დევიზი არის რაღაც იქნება. ყველაფერზე მაგას ვამბობთ, ყველაფერი რაღაც გეგმის მიხედვით მიდის და თავისი მithunშდეთ რომ რაღაც იქნება. ნახოთ ახლა რა რაღაც იქნება და რა მანქანა გვეყოლებით. ძალიან კარგი მანქანა საბოლოო ჯამში და ჩვენი თავგადასავალი ჯერ მხოლოდ ახლა იწყება. ამიტომ დაელოდეთ შემდეგ ნაწილს, რომელიც გვპირდებით ძალიან საინტერესო იქნება. We can go lose ourselves in Tokyo, no one's gonna know we'll move like locals. Don't you wanna come with me?